გამარჯობა საქართველო. დღეს არის ჩემი დაბადების დღე, მომილოცეთ. მადლობა. მე წლების თვლას ვიწყებდი 39-ის ვიყავით 40-ის და ამჯერად 41-ის გავხდი მეგობრებო. წლები მალე გადის და ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი ერთადერთი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ვჩქარობთ, იმიტომ რომ ბერდებით უკვე, ჩემს სასახლეში ვინც ახართ უკვე მივდივართ იქით. ხო, იქ რაღაც კუნთების ტკივილი იქნება თუ კისერი ტკივა თუ რაღაცა. ასე რომ დრო არის, ჩვენ უნდა მოუვასწროთ, რომ შანსი გვქონდეს ყველას შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის, რომ ჩვენი ცხოვრება გავატაროთ ღირსეულად. იმედია, ასევე მედიცინაც განვითარდება და მოვესწრებით სიცოცხლის გახანგრძლივებას. ასევე ჩემი დაბადების დღის ფონზე გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გეგმა მედიცინის მიმართულებით, რომელიც იქნება ლუქსიუმის ხელში, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ინოვაციური კლინიკა მსოფლიოში, კვლევების საერთაშორისო კლინიკა მსოფლიოში, რომელიც იქნება აქცენტირებული სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ასე რომ ეს არის შესავალი, მთავარი რაც მინდა დღეს გითხრათ, რაც თქვენ უმრავლესობას გაწუხებთ, განსაკუთრებით ახლებს, ვინც ვერ გადაწყვიტეთ ლუქსიუმის დრო არის თუ არ არის თქვენთვის. კითხვა ისმის ნდობის საკითხზე. ყოველწლიერი ნდობა. აი წარმოგიდგენთ, როცა გექნებოდათ 100%-იანი ნდობა, ხო? ანუ პროექტი ხო უნიკალურია, ნებისმიერი ადამიანი გაადგავდა წინაპირს. მაგრამ იმდენჯერ მოგვატყუებს, პოლიტიკა იქნება, ბიზნესი იქნება, სოფლიოში იგივე სიტუაცია, რომ ადამიანს უკვე არავის არ სჯერა. მას წარმოუდგენელად მიაჩნია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სუფთა და რაღაცას გთავაზობდეს ისე, რომ შემდგომ არ მოგატყუოს. მოკლედ, ნდობის საკითხზე რო ვისაუბროთ. ამიტომ არის ზუსტად, რომ ჩვენ შვეიცარიაში გავხსენით კომპანია. შვეიცარიის კანონმდებლობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და ამ სიმკაცრის გამოა, რომ ჩვენ თვეები გვეწელება გარკვეული ეტაპების გავლა. მე შეგახსენებთ ერთ პატარა დეტალს, რომ მე და ლევან ბოძაშვილი როდესაც ვიყავით ციურიხში შეხვედრაზე იურისტებთან, მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვა ქალაქში ვიყავით, მატარებელის ბილეთები ქონდა ნაყიდი და მატარებელი რატომღაც მილიონში ერთხელ ხდება, გაუქმდა ის რეისი. მივედით ტერმინალში, რომ შეეცვალათ ბილეთი, ვერ ვასწრებდით, ანუ შემდეგი მატარებელი 15 წუთით აგვიანებდა ციურიხში ჩასვლას. და ჩვენ შეხვედრის დაგვიანება არ გვინდოდა. ამიტომ მათ შემოგთავაზეს, რომ აგირაზღაურებთ ტაქსის ფულს, რომელიც დაახლოებით 400 ფრანკით შემოიფარგლებოდა, ანუ $500-მდე და მე მახსოვს მაშინ ლევანის სიტყვები, რომ თავიდან ორჭოფობდა ლევანი, რადგინდა მანდ გახსნა, მოდი სხვაგან ჯობია, როგორც მრჩეველი, დამიჯერე, რომ იქ BVI-ში ჯობია, თქვათ British Virgin Islands-ში ან სხვაგან, მაგრამ არა, მე ვთხარი, მე მინდა საუკეთესო ადგილას, სოფლის საუკეთესო ლოკაციაზე და ყველაზე დაცულ, ყველაზე სანდო ლოკაციაზე ლუქსიუმის რეგისტრაცია. და ორჭოფობდა და აი ეგ მომენტი იყო, როდესაც მომიტრიალდა და მითხრა, არც რა დამოვიწყება სიტყვები, გიორგი, აი ამის შემდეგ 100% გეთანხმები და სწორი გაწყვეტილება მიიღე, რომ შვეიცარიაში გადაწყვიტე ამ ყველაფრის გაკეთება. ნახე როგორ უვლიან თავის ხალხს. თან ჩვენ სრულებით უცხოები ვართ და ჩვენ როგორ გვაქცევს ყურადღება შვეიცარია. ანუ აი ესე დონეზე არის გათვლილი შვეიცარიის კანონმდებლობა და ეხლა ყველაზე მთავარი. მე წაგიკითხავთ პატარა ამონარიც შვეიცარიულ კანონმდებლობიდან. ჯერ დავუკვირდით სახელწოდებას. ვალდებულებათა კოდექსის 754 მუხლი. ვამახვილ ყურადღებას. ვალდებულებათა კოდექსი, ვალდებულებათა. ეს არის ზუსტად კომპანიებთან დაკავშირებით. ამ მუხლის მიხედვით, თუ კომპანიის დირექტორები ან მენეჯმენტი ზიანს მიაყენებენ კომპანიას, ინვესტორებს ან კრედიტორებს, მათი განზრახვით ან დაუდევრობით, ანუ შეიძლება განზრახვაც არ ქონდეს, მაგრამ დაუდევრობით, ისინი პირადად აგებენ მათ შორის პასუხს, მათ შორის თავისი ფინანსური და პირადი ქონებით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ტოპ მენეჯმენტმა რაღაც არ გააკეთა და ეს იყო მათი ბრალეულობა, თუნდაც გულგრილობა საქმისადმი, ის ვალდებულია მათ შორის თავისი პირადი ქონებითაც აგოს პასუხი. აღარ ვსაუბრობ უკვე იქ სხვა დეტალებზე. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სანდოობაზე, ამაზე სანდო პროექტი არ არსებობს. არა მხოლოდ ლოკაციის გამო, მაგრამ არის ლუქსიუმში ისეთი, რომელიც
არ განხორციელდება, ან ძალით ვიღაცამ არ უნდა განახორციელოს. მე მაქვს საუბარი ჩემზე და ჩვენს გუნდზე. ლუქსიუმი არის შემდეგი თაობის ფული, რომელიც გულისხმობს უბრალოდ ძალიან მარტივ რაღაცას, რომ მისი ფასი შეიქმნება ავტონომიურად ფიბონაჩის ალგორითმით და კიდე სხვა ალგორითმების კომბინაციით, რომელიც ამ ეტაპზე საიდუმლოა, ხო, კომერციულ საიდუმლოა, მაგრამ მთავარი წამყვანი არის ფიბონაჩის ალგორითმი, ფიბონაჩი იმიტომ, რომ ეს არის უბრალო ფორმულა ფიბონაჩის. ფიბონაჩის ოქროს კვეთის ფორმულა არის ჰარმონიული კოდი, რომელიც ჰარმონიულად ზრდის ბუნებრივი ლოგიკური ჯაჭვით ფასს, რომელსაც იყენებენ მათ შორის პროფესიონალები ეკონომიკურ მიმართულებით, ტრეიდინგში და ასე შემდეგ. ვინ მართავს დღეს ბაზარს, ვინ ადგენს დღეს ფასებს? ხო, ეს არიან დიდი მოთამაშეები, ცენტრალური ბანკები, მარკეტმეიქერები, მანიპულატორები, მათ შორის ადამიანებიც მე ვინც აყვებიან მათ მანიპულაციებს, მათი ემოციები და ასე შემდეგ. ანუ ადამიანური ფაქტორი პირველად მსოფლიოს ისტორიაში ამოვარდნილია ფასწარმოქმნის სისტემისგან, რაც განაპირობებს სიმშვიდეს, წარმატებას და წინსვლას ჩვეულებრივი მოქალაქეების. მათ ვერავინ ვეღარ შეძლებს მათ მოტყუებას, მათ მანიპულაციებს. მე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინი ღირდა $130,000 და დღეს არის $65,000. და ეს უკვე დადგენილია ვის მიერ არის მანიპულირებული, მაგრამ შედეგი რა, ხალხმა დაკარგა მრავალი მილიონი და ესე გაგრძელდება. ანუ ვიღაცას რაღაცები უნდა შეეცვალა ადრე თუ გვიან და ჩვენ ამას ვიწყებთ ამ მიმართულებით. ბევრი რაღაც ახლა გველოდება, ამიტომ შევხვდებით მალე.